პეტრას ციხის ტერიტორიაზე ნაეკლესიარის კონსერვაცია გრძელდება. Ამ ეტაპზე ადგილზე სამნავიანი ბაზილიკის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. ციხის აღნიშნულ მონაკვეთზე საკონსერვაციო სამუშაოების ღირებულება 325,000 ლარით განისაზღვრა. არქეოლოგიური უბნების რესტავრაცია კონსერვაციის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა. პროექტი მოიცავდა აბანოს ციხის შიდა კედლისა და წყლის რეზერვუარის კონსერვაციას. პეტრას ციხეზე რეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოები მიზნად ისახავს არქიტექტურული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შემდგომი დაზიანებების პრევენციას. ეს უკვე არის მეორე ეტაპი. პირველ ეტაპზე ჩვენ სამეურნეო ნაგებობა და აბანოს რესტავრაცია განახორციელა უბრალოდ სააგენტომ. წელს აგერ უკვე თვალნათლივ ხედავთ, რომ ამ ბაზილიკაზე მიდის სამუშაოები. შემდგომი ეტაპი იქნება ბიზანტიური კედლის გამაგრება, რესტავრაცია და ასევე სამეურნეო უბნის, რომელიც ბიზანტიური ეპოქით თარიღდება და აგვისტოდან ჩვენ დავიწყებთ არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელიც უშუალოდ აღნიშნულ ძეგლზე გაგრძელდება. პროექტი მოიცავს ორ ეტაპს. პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა და იგი მოიცავდა არქეოლოგიური უბნების, აბანოების, ციხის შიდა კედლებისა და წყლის რეზერვუარების კონსერვაციას. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს არქეოლოგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებას, უსაფრთხოებას და დაზიანებისაგან პრევენციას.